სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გილოცავთ ასევე წმინდა დიდმოწამე მერკვირის და დიდმოწამე ეკატერინეს ხსენებას, შეგვეციოს მათი ლოცვა და მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს. დღეს წმინდა სახარებაში წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს მიერ ავადმყოფი დედაკაცის განკურნების შესახებ. ეს ქალი იმდენად იყო წელში მოხრილი, მოკრუნჩხული, რომ სიარულიც კი უჭირდა, ზევითაც კი ვერ იხედებოდა. მაგრამ იმდენად უყვარდა ღმერთი, რომ მიუხედავად ამისა მაინც დადიოდა სინაგოგაში წმინდა წერილის მოსასმენად და სალოცავად. და აი უფალმა ეს ქალი დაინახა, რა თქმა უნდა შეებრალა და განკურნა. იყო შაბათი დღე. და ამაზე სინაგოგის უფროსი და იქ მყოფი ადამიანები აღშფოთდნენ, როგორ თუ შაბათს კურნავსო და უფალი ცდილობდა აეხსნა მათთვის, რა უფრო მნიშვნელოვანია, რაღაც წესის შესრულება თუ ადამიანისადმი მოწყალება. აი ეს ქალი იყო მძიმე თავად, ვერც კი დადიოდა, ძლივს დადიოდა და უფალმა ის განკურნა, ის ახლა ჯანმრთელია. მოხდა ასეთი სასწაული ღვთის მიერ და თქვენ არ უნდა გიხაროდეთ ეს ამბავი. და იმის მაგივრად რომ გიხაროდეთ, ბრაზობთ, რომ რაღაც წესი დაირღვა. და ასეთ სიტყვებს ეუბნება, რომ ორგულო, შენ ხარი და ვირი არ მიყავსო შაბათ დღეს, წყლის დასალევად. და ეს ქალი, რომელიც 18 წელი შეკრული იყო ეშმაკისგან, არ უნდა განმეკურნაო? ის ხარი და ვირი თუ მიყავს. აი როგორი მკაცრი სიტყვებია. ეს ნიშნავს, რომ სინაგოგის უფროსიც და ის ხალხიც, ვინც იქ იყო, წესის დაცვის გამო კი არ აღშფოთდნენ, რომ იცავდნენ ამ წესრიგს. არამედ სხვა რამ იყო აქ მიზეზი. ამიტომ ამბობს, რომ ორგულებო და უფრო მნიშვნელოვანია ამრიგად. ესე იგი, წესი თუ სიყვარული ადამიანისადმი. და ფაქტიურად ამითი რას ეუბნება, რომ თქვენ ხართ სასტიკი ადამიანები, რომ არ გაქვთ მობიერება, ეს ქალი საერთოდ არ გეცოდებათ. და ფიქრობთ, რომ ღმერთიც ასეთია. თქვენსავით მკაცრი და ულმობელი და სასტიკი. არ ისმენს ლოცვებს და აი ასეთი დამოკიდებულება აქვს. და რატომ გაქვთ ასეთი განწყობა? იმიტომ რომ დაკარგული გაქვთ ადამიანობა, დაკარგული გაქვთ სიყვარული და ღმერთზეც ასე ფიქრობთ. ამ დროს უფალი სულაც არ არის ასეთი. ის კეთილია, მოსიყვარულია. მას თავისი მხოლოდშობილი ძეც არ დაენანა ჩვენს გადასარჩენად, ჩვენი სიყვარულის გამო. უფალმა იცოდა, რომ მას მოკლავენ, მაგრამ მაინც მოვიდა ჩვენი სიყვარულისთვის. და აი, ცდილობს, რომ ეს ყველაფერი აუხსნას. რომ უფალს არ სურს მხოლოდ ის, რომ ჩვენ რაღაც წესები შევასრულოთ. გარეგნული წესები. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, წესიც აუცილებელია. და კანონის დაცვაც აუცილებელია, წესრიგიც აუცილებელია, მაგრამ წესების გაუაზრებლად დაცვა ძალიან სახიფათოა, ამან შეიძლება სიკვდილამდეც კი მიიყვანოს ადამიანი, იმდენად დააზიანოს. ესე იგი, წესის გაუაზრებლად დაცვა მოეთხოვება ვის? მხოლოდ ბავშვებს. მაგალითად, ბავშვს არ ესმის 6 წლის ბავშვს ვერ გააგებინებ, რატომ უნდა დაიბანოს ხელები ჭამამდე, ჭამის წინ. ამიტომ მას ეს უნდა 1000 ჯერ უთხრა, რომ ხელები დაიბანე, თუ არა და ავად გახდები. მას ეს მაინც არ ესმის, ამიტომ მან ეს უნდა დაიმახსოვროს, რომ არის ასეთი წესი. მშობლებს ეს ესმით, მაგრამ ბავშვს არ ესმით. შენ ცდილობ ამას, რომ დაიცვა მისი ჯანმრთელობა, მისი სიცოცხლე და ამიტომ უნდა ასწავლო ამ წესის დაცვა.
მაგრამ ზრდასრული ადამიანი უნდა აზროვნებდეს და უნდა ხვდებოდეს ესა თუ ის წესი თუ კანონი რისთვის არის, რა არის მისი მნიშვნელობა. მაგრამ ამისთვის საჭიროა გონება, გონებრივი განვითარება. ამისთვის საჭიროა რომ ადამიანი ვითარდებოდეს, წიგნებს კითხულობდეს, მუშაობდეს თავის თავზე. ეს კი რთული საქმეა, რაც უმეტესობას არ უნდა და ამიტომ ამჯობინებენ გართობას, თამაშს და არანაირად არ ვითარდებიან, შედეგად რჩებიან ჩვენი შვილებიც, მოზარდებიც, შემდეგ უკვე ზრდასრული ადამიანებიც, განუვითარებლები. სულიერად, გონებრივად, ინტელექტუალურად. და ასეთი ადამიანი გამოდგება მხოლოდ რაღაცა ძალიან მარტივი საქმიანობისთვის, სადაც საჭიროა ელემენტარული წესიერება და სიზუსტის უნარი. და ღმერთს კი რა უნდა ძვირფასო ძმებოდადებოთ ჩვენგან, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. და იმისთვის რომ ჩვენ მივახციოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, უნდა ვითარდებოდეთ სულ, ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ. ამისთვის კი როგორც გითხარით არის საჭირო შრომა, სულიერიც და გონებრივიც. და აი უფალი იესო ქრისტე ჩვენ ამას გვასწავლის და ამისკენ მოგვიწოდებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ამა თუ იმ წესში მხოლოდ გარეგნული მხარე კი არ დავინახოთ, გარეგნულად კი არ ვასრულებდეთ, მხოლოდ გაუაზრებლად. რასაც ვიმეორებ, შეიძლება დიდი ზიანი მოყვეს ჩვენთვისაც და სხვებისთვისაც. არამედ უნდა ხედავდეთ მის შინაარსს და ასეთნაირად ვასრულებდეთ. ამისთვის კი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომ შაბათია შექმნილი ადამიანისთვის და არა ადამიანი შაბათისთვის. ამრიგად ძე კაცისა უფალია შაბათისაც. რამე თუ მას ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით ურთ, აწტა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.